სკალპის ტიპის ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც კომპანია MBDA-ის მიერ არის წარმოებული, უკრაინას დიდი რაოდენობით მიაწოდეს როგორც საფრანგეთმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა. მისი ბრიტანული ანალოგის სახელწოდებაა Storm Shadow. როგორც ჩანს დღის წესრიგში, არსებული მარაგის შევსების აუცილებლობაა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ ბრიტანელ კოლეგასთან ერთად ფრთოსანი რაკეტების საწარმო მოინახულა და ამის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. ბოლო შეკვეთიდან 15 წლის შემდეგ 2025 წელს ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის სკალპის ტიპის რაკეტების წარმოება განახლდება. საფრანგეთ-ბრიტანეთის მიერ ერთობლივად შექმნილმა რაკეტამ უკრაინაში დაამტკიცა საკუთარი ეფექტიანობა თანამედროვე, მაღალი ინტენსივობის ბრძოლებში და გადამწყვეტ სიტუაციებში. MBDA, რომელიც საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და გერმანიის ერთობლივი საწარმოა, ევროპის თავდაცვითი ინდუსტრიის სიმბოლო და ლიდერია. 2025 წლის საფრანგეთის ეროვნული სტრატეგიული მიმოხილვის პირველივე თავში წერია, რომ მიმდინარე წელსა და 2030 წლისთვის საფრანგეთისა და ევროპისთვის უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს ღია ომი, რომელიც შესაძლოა ევროპის გულში გავრცელდეს. დოკუმენტში არაერთხელაა ნახსენები რუსეთის ჰიბრიდული მოქმედებები, ბირთვული შანტაჟი და აგრესიული ომი უკრაინაში. დოკუმენტში სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებაა გაწერილი იმისთვის, რომ ევროპის მასშტაბით უსაფრთხოების ძალები გაძლიერდნენ. და ეს უკვე ავსტრალიაა. ევროპის მასშტაბით გამართული სამხედრო წვრთნების შემდეგ საფრანგეთი სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად ავსტრალიის კონტინენტზე გამართულ სამხედრო სწავლებებშიც ჩაერთო. სწავლება Talisman Sabre, რომელიც ორშაბათს დაიწყო, ერთ-ერთი მასშტაბური სამხედრო მანევრია. მასში საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის შენერთებიც მონაწილეობენ. მანევრებში სულ 19 ქვეყნის 35,000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. სამხედრო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის ცვლილებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ვითარება. სახელმწიფოებს აღარ სჭირდებათ ფიზიკურად მიუახლოვდნენ ავსტრალიას, როგორც ეს ადრე იყო საჭირო. ერთ დროს ვფიქრობდით, რომ ზღვა და ჩრდილოეთი წყლები გვიცავდა და ბუნებრივი ბუფერი იყო, მაგრამ თანამედროვე იარაღს შეუძლია ეს მანძილი ძალიან სწრაფად გადალახოს. შესაბამისად აუცილებელია, რომ ამ ახალ რეალობას უპასუხოთ. ავსტრალიაში გამართულ სამხედრო წვრთნებში ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობაც აქტიურადაა ჩართული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ რეგიონში სამი ბირთვული სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ქვედანაყოფები ურთიერთთავსებადობას კიდევ უფრო აამაღლებენ.